ყველაზე კარგად მუშაობს დეზინფორმაცია, პროპაგანდა, სიძულვილის ენა, ძალადობა, რასაც აქვს მაღალი ჩართულობა ნახვები და შესაბამისად სწორედ ასეთი შინაარსის მასალებს თავაზობს შემდეგ აუდიტორიასაც. ხშირად ისე ხდება ხოლმე რომ ასეთი ტექნოლოგიური კომპანიები თანამზრახველებიც არიან სახელმწიფოების თუ გავიხსენებთ მაგალითად ფილიპინების შემთხვევას. ყველაზე მეტად რასაც ებრძოდა დუტერტე ეს იყო კრიტიკული მედია და მარია რესაც სწორედ ასე ვთქვათ მისი პირადი პატიმარი იყო როგორც ჩვენ დღეს გვყავს მზე ამაღლობელი. ციფრული ტექნოლოგიები ხშირად აღარ არის თავისუფლების არამედ სახელმწიფო კონტროლის და კერძო კომპანიის ძალაუფლების გამტარი ხდება. მარია რესაც ძალიან კარგად აქვს თავის წიგნში აღწერილი როგორ დააღალატეს ოლიგარქებმა და როგორ გადააგდეს ასე ვთქვათ და არ შეასრულეს საკუთარი სიტყვა, როგორც კი რისკის ქვეშ დადგა მათი თანამშრომლობა მთავრობებთან. მე არც ის არ მგონია, რომ გამოსავალი არის, რომ ეს ადამიანები ერთ დღესაც დაგვპირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერს შეცვლიან და დაალაგებენ და მართლა იქნება რეპორტინგის მექანიზმები. მსოფლიოში იმდენად დიდი არის კრიზისი, რომ როგორც კი ანუ საზღვარზე ადამიანებს როდესაც Facebook-ის გახსნას სთხოვენ, იქ უკვე ხედავთ, რომ ძალიან იმხელა გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ამას ეხლა იმითი ვერ მოვერევით, რომ რაღაცა ახალი სოციალური მედია შევქმნათ. ამ სოციალური მედიის მთავარი მომხმარებლები ვართ ჩვენ უფრო მეტი ვართ, ვიდრე ისინი, ვინც ამას მართავენ, ხო? ამიტომ ჩვენ როგორ მართავთ ჩვენ სოციალურ მედიას, რამდენად ვიღებთ პასუხისმგებლობას, როგორც ანუ თუ ვამბობთ, რომ როგორც მოქალაქე არ ვიცი ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ სხვა მოქალაქე დავიცვა, აქციაზე გავიდე, პროტესტში ვიყო ჩართული, ასე შემდეგ და ასე რავი ქველმოქმედი ვიყო და ასე სოლიდარული ვიყო. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ის ცხოვრება, რომელიც ჩვენ გვქონდა ოფლაინ, ახლა ონლაინ არის გადასული და ზუსტად იგივე ქცევა უნდა გადაიტანო მაშინ და გახდე კარგი ციფრული მოქალაქე ამ შემთხვევაში. თვითცენზურა ერთი არის, მეორე არის, რომ არ შეიძლება ტროლებთან და ბოტებთან დისკუსიაში შესვლა. ეს კიდე მეორე უკიდურესობა არის, რომელიც შენ თვითონ გაგდებ საფრთხეში და შენი ოჯახის წევრებსაც აგდებს საფრთხეში და სულ ვამბობ ხოლმე, რომ სანამ რაღაცას დაწერ ერთი ჩაისუნთქე, ამოისუნთქე და მოიფიქრე, რას მოგიტანს ეს ყველაფერი. არა ცენზურისთვის, არამედ შენივე კარგად ყოფნისთვის, მათ შორის მენტალურად.